ვერ ვიტყვი რომ გააძლიერა ევროპა, თუმცა ფაქტია რომ გამოაფხიზლა ევროპაში დაიწყო ერთგვარი გამოგვიძების პროცესი. და ეს უკვე ძალიან კარგია, რადგან ევროპა ამ დრომდე ეყრდნობოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტიას, თუმცა ჩვენ ვნახეთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც რეალურად დასრულდა ეპოქალური შედეგით, შეიძლება ითქვას, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა აღარ ითამაშოს მსოფლიო პოლიციელის როლი და ის ტრანსატლანტიკური წესრიგი, რაც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა. შესაბამისად, ევროპას მოუწევს თავად იზრუნოს საკუთარ კონვენციურ და ბირთვულ უსაფრთხოებაზე და ვფიქრობ, რომ ამ კრიზისიდან ევროპას შეუძლია ისწავლოს ბევრი რამ და ჩამოყალიბდეს როგორც გეოპოლიტიკური აქტორი, რაც ევროკავშირის ჯერჯერობით არ არის. ჩვენ ამ დეფიციტის ნეგატიური მხარეები ვიწვნიეთ როგორც ქვეყანამ, რადგან ევროკავშირს არ ჰქონდა უსაფრთხოების კომპონენტები ჩართული თქვა აღმოსავლეთ პარტნიორობაში, რაც რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახა საქართველოსზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე. მე ვთვლი, რომ ეს არის ერთგვარი გამოგვიძების პროცესი, თუმცა აქაც არსებობს პრობლემები თუნდაც იმ ქვეყნების სახით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საერთო ევროპულ ერთიანობას, ეს არის მათ შორის ქართული ოცნების საუკეთესო მეგობარი ევროკავშირში ვიქტორ ორბანი, სლოვაკეთი, თუმცა არც ჯარისკაცების გაგზავნასთან დაკავშირებით არსებობს ერთიანობა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, როგორც ვიცით, აღნიშნა, რომ გერმანია ამ საკითხს შეჯერებით არ განიხილავს და იმედია გერმანიის ეს პოზიცია, ზოგადად ეს სუსტი პოზიცია შეიძლება და გერმანია ერთ კვირაში იქნება გერმანიაში არჩევნები და ჩამოყალიბდება ევროკავშირის ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ლიდერად. კი ბატონო, აქვე უნდა დავეწიოთ რა თქვა ლავროვმა ამ შეხვედრის დასრულების შემდგომ, აი ზუსტად ევროპას უკავშირდება ეს ყველაფერი. ევროპელების ჩართვა ამ მოლაპარაკებებში არის წითელი ხაზი, ეს არაერთხელ გაიმეორეს რუსებმა, მაგრამ თავარი რატომაც არის ერიადში დელეგაციასთან გავართული მოლაპარაკებების შემდგომ ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვისთვის უკრაინაში ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების განლაგება მიუღებელია. კვლავ ნატოს ქვეყნების შეიარაღებული ძალების სამხედროების გამოჩენა სხვისი დროშის ევროკავშირის ქვეშ ან ეროვნული დროშების ქვეშ ამ ხრივ არაფერს ცვლის, ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა მიუღებელია. ამბობს ლავროვი, ეს არის ალბათ პასუხი პარიზის საგანგებო სამიტზე და იგივე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომ ისინი მზად არიან სამხედროები გაგზავნონ საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში. თუ შევხედავთ ის სურათს, შეგახსენებთ რუსეთის შეთავაზებებს ამერიკის შეერთებული შტატებისადმი 2021 წლის დეკემბერში, როცა რუსეთმა ერთგვარი წინასწარი ხელშეკრულებები მოამზადა, როგორი უნდა ყოფილიყო ამერიკის და რუსეთის ურთიერთობები. ამ შემთხვევაში რუსეთი ითხოვდა რეალურად ევროპის გადანაწილებას და ამერიკის ინტერესების დაბრუნებას 1997 წლის მიჯნაზე, ანუ აღმოსავლეთ ევროპაზე რუსეთის ზეგავლენის გაძლიერებას. რაც ბუნებრივია ნიშნავს ეს არის ერთგვარი რეგიონალიზაციის პროცესი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა ესე თქვა მარტივიანით რომ თქვა ძლიერი ძალები ინაწილებენ სხვადასხვა რეგიონებს და თუმცა ეს მულტიპოლარული წესრიგი ყოველთვის დროებითია, ის არ არის სტაბილური და ის მასთან მოყვება ყოფილი კრიზისები, თუმცა რუსეთის მიზანი საბოლოოდ არის ერთგვარი კოლექტიური დასავლეთის დაშლა, რაც ამ დრომდე არსებობდა მიუნხენის კონფერენციამდე ყოველ შემთხვევაში და რუსეთის მიზანი არის ევროპული ერთიანობის ჩამოშლა და ევროპის ნაწილის საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა. რასაც სამწუხაროდ ტრამპის პოლიტიკა ამ ყველაფერთან თანხვედრაშიც კი მოდის. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პუტინს უწოდა მსოფლიო ლიდერი და ტრამპმა ფაქტიურად აღიარა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტია ევროპაში, რითაც აღიარა, რომ რუსეთს გააჩნია რეგიონალური ინტერესები ევროკავშირში. ამ პროცესებიდან საქართველო ამოვარდნილია, რადგან საქართველოს არა მხოლოდ სწრაფვა არ აქვს რომელიმე უსაფრთხოების ალიანსისადმი, არამედ ასევე არ ჰყავს რეალურად პარტნიორი, რომელიც დაიცავს საქართველოს უსაფრთხოებას და ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა ამ ხრივ სრულად ჩამოშლილია. ეს ეხება თავდაცვის პოლიტიკასაც, მცირდება თავდაცვის ხარჯები მაშინ, როცა ქვეყნისთვის საფრთხეები იზრდება და ვინც ამას ვერ ხედავს ქვეყანაში ქვეყნის გარეთ, რეალურად არის ბრმა და მასაც შეუძლია აღიქვას რეალობა, როგორც ის გვაქვს. კი ბატონო, დავუბრუნდეთ მოდით ნატოს ხარჯებს. გერმანული კომპანია იცით, გერმანიიდან გვერდთვებით, რეინმენტალის თავარი აღმასრულებელი დირექტორი რას ამბობს? გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუ თუ ნახეთ, იქ ამბობს, რომ თავდაცვაში არასაკმარისი ინვესტიციების გამო უკრაინის საკითხთან მიმართებით ევროპული ქვეყნები ბავშვების მაგიდასთან აღმოჩნდნენ.
ევროპა თავად არის პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომ უკრაინაში ომის დამთავრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება დონალდ ტრამპმა ევროპის გვერდის ავლით გადაწყვიტაო. აი რაღაცნაირი ეს პასიური როლი ევროპის და მუდმივი დავა თავდაცვის ხარჯები იქნება ეს თუ უკრაინის მხარდაჭერის გააქტიურებაზე წინა ადმინისტრაციის პირობებში თუ ვიმსჯელებთ და ევროკავშირისგან სიახლე ყველაზე დიდი მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებია 700 მილიარდი ევრო და როგორც ჩანს გერმანიის დიდი წვლილი იქნება ამ ხარჯებში. აი ეს მინდა უფრო დაწვრილებით ვიკითხო ევროპაში. ტრამპის ამ პოზიციამ, ტრამპის ასეთმა პოზიციონირება მიუნხენის კონფერენციამ გამოაფხიზლა თუ არა საბოლოოდ ევროპა თუ ეს მაინც არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული მაგალითად გერმანიის შემთხვევაში. ჩვენ ხედავთ რომ ევროპაში ძლიერდება ერთგვარი ულტრამემარჯვენე და ევროსკეპტიკოსი ძალები ეს კარგი მაგალითია გერმანია სადაც ულტრამემარჯვენე და ნაწილობრივ ექსტრემისტულმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის რომლის მხარდაჭერაც გაიზარდა ბოლო 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 10% და 22%-მდე ეს ძალები ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში გერმანიის ყოფნას ზოგადად ისინი გამორჩენენ რუსეთისადმი მეგობრული დამოკიდებულებით და ეს ერთგვარი იდეოლოგიური ალიანსი რომელიც თქვა ამ ალტერნატივა გერმანიისთვის აკავშირებს უნგრეთთან, სლოვაკეთთან თუ რუსეთთან რა თქმა უნდა წინააღმდეგობაში მოდის უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდასთან ბუნებრივია ამ ძალების გაძლიერება ნეგატიურად აისახება უკრაინის დახმარებაზე, თუმცა გერმანია ევროკავშირში ყველაზე მეტად ეხმარება უკრაინას და ამ დრომდე დაახლოებით 18 მილიარდის დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, თუმცა გერმანიის პრობლემა არის ერთგვარი ლიდერშიპის დეფიციტი, როცა გერმანია თავს არიდებს პასუხისმგებლობას იყოს ლიდერი, საკუთარ თავზე აიღოს პროცესები ევროკავშირში როცა საქმე ეხება ერთიანობას, ევროკავშირში ერთიანი პოზიციის შემუშავებას და ხედავთ რომ გერმანია ამ დრომდე ამ პროცესებიდან ასე ვთქვათ ამ პროცესების ჩართულობისგან თავს იკავებდა, თუმცა როგორც გითხარით ერთ კვირაში იქნება საპარლამენტო არჩევნები და იმედია ეს სურათი შეიცვლება და ერთი შეხედვით ჩანს რომ გერმანიის კანცლერი გახდება ფრიდრიხ მერცი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირიდან, ქრისტიანულ-სოციალური კავშირიდან და ფრიდრიხ მერცი იმედია რომელიც ასევე ტრანსატლანტიკური პოზიციებით გამოირჩევა და რუსეთისადმი საკმაოდ ხისტი დამოკიდებულებით უფრო შეძლებს რომ გერმანიამ ეს ლიდერობის პოზიცია აიღოს საკუთარ თავზე. კი ბატონო, ცნობილ დებატებს მე პირადად ვაკვირდებოდი და მერცის დაპირება იყო ასეთი რომ ის გამორიცხავს ყოველგვარ ალიანს აი ალტერნატივა გერმანიის წარმომადგენლებთან, ზუსტად ეს საკითხია მათ შორის განმასხვავებელი. აქვე დუგინის ქება დაეწია ალტერნატივა გერმანიას ულტრამემარჯვენეებს, ასეთ ფრაზას ამბობს დუგინი, არანაირი საფრთხე არ ემუქრება დემოკრატიას გერმანიაში, იმიტომ რომ ის უბრალოდ გერმანიაში არ არსებობსო და აქებს აქ ალტერნატივა გერმანიას ულტრამემარჯვენე ძალებს და ამბობს რომ ყველა სხვა დანარჩენი მათ გარდა არისო ლიბერალური დიქტატორები და გლობალური ფაშიზმი და ახსენებს სოროს USAID-ს მეცნობა ეს ყველაფერი ქართულად ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები იმეორებენ ზუსტად ამ ფრაზეოლოგიას ძალიან ხშირად და ეს პროცესი რო შევაფასოთ რომელ მხარეს არის დღეს ქვეყანა საქართველო მე გულისხმობ არალეგიტიმური ხელმძღვანელობის განცხადებებით, თორემ მოქალაქეები სადაც არიან ყოველდღე ეს აქციებიდანაც ძალიან კარგად ჩანს. ნუ ჩვენ ხედავთ რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ხელისუფლება არიან იდეოლოგიურად ყოველ შემთხვევაში ანტიდასავლური და ლიბერალური დემოკრატიასთან დაპირისპირებული ძალების მხარეს, ეს არის იგივე ალტერნატივა გერმანიისთვის, უნგრეთში ორბანი, სლოვაკეთში ფიცო თუ რუსეთი მათ შორის და ამ ძალებს შორის არსებობს ერთგვარი იდეოლოგიური თანხმეტრა. და შემთხვევითი არ არის რომ ქართული ოცნების საუკეთესო მეგობარი გერმანიაში ამასობაში უკვე არის ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ქართული ოცნების მხარდაჭერი რეზოლუცია შეიტანა გერმანიის ბუნდესტაგში გასული წლის შემოდგომაზე და ასევე ევროპარლამენტში ორი რეზოლუციის თანაავტორი იყო, რომელიც ასევე ქართულ ოცნებას უჭერდა მხარს. ასევე არც ის იყო შემთხვევითი რომ ბუნდესტაგში ალტერნატივა გერმანიისთვის შეტანილი რეზოლუციის შემდეგ აღნიშნულ პარლამენტარებს თანაავტორებს ამ პარტიიდან გარეთ ელოდებოდა იმედის ტელევიზიის ჟურნალისტი, ბუნებრივია აქ არსებობს დიდი ალიანსი ამ ანტიდემოკრატიულ ძალებს შორის და ქართული ოცნება ცდილობს ამ ალიანსის წევრი იყოს, თუმცა მას რეალურად არ გააჩნია ერთგვარი ორიენტაცია თუ საით უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხო. ბატონო, ქართული ოცნებისა და დუგინისა და ოკუპანტი ქვეყნის ლიდერშიპის პოზიციები ერთ მხარეს არის.
რა თქმა უნდა, ისინი ემთხვევა ერთმანეთს და ქართულმა ოცნებამ მოახერხა, რომ ბოლო 35 წლის განმავლობაში გერმანიასთან ქვეყანას ყველაზე ცუდი ურთიერთობები აქვს, მაშინ როცა გერმანიამ ხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ქართულმა ოცნებამ შეძლო, რომ სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების ნაწილად რეალურად ჩამოეშალა ქართულ-გერმანული ტრადიციულად, ისტორიულად ძალიან კარგი ურთიერთობები. და ძალიან სამწუხაროა და სავალალოა ქვეყნისთვის. კი ბატონო, შოლცის წასვლას კი გულშემატკივრობენ აქ დიდი ალბათობით არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ მერცის შემთხვევაშიც მათ არ უდგათ ხოლმე ამ ურთიერთობის დატკბობის პერსპექტივა, ის შეინარჩუნებს და უფრო გაამძაფრებს ალბათ უკრაინის ირგვლივ საკითხს, რომელსაც ასე სწორად ხედავს დღეს ევროპა, ვნახოთ რამდენად იმოქმედებს ამ მიმართულებით სწორად. სულ ბოლოს რო გკითხოთ, ზელენსკის პოზიცია ცალსახაა, ის ამბობს, რომ არანაირი რუსეთის ულტიმატუმზე დათანხმებას ის არ აპირებს. რუსეთი ითხოვს იქ ახალ არჩევნებს, რომ გააკეთოს იგივე, რაც გააკეთა მაგალითად საქართველოში, რომ ყავდეს მისი ხელისუფლება, სადაც არ დაჭირდება ტანკით პოზიციების ცვლილება და ასე მარტივად მოაგვარებს საქმეს უკრაინაში. რა რჩება ზელენსკის, ევროკავშირის, ევროპული ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის, ასე ვიტყვი, ლიდერი ქვეყნების ძლიერმა პოზიციამ და მყარადგომამ შეიძლება გადაარჩინოს ეს ვითარება, რომ პუტინი დამარცხდეს ამჯერად მაინც. მე არ ვარ სამხედრო საკითხების ექსპერტი, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების და ძლიერი დახმარების გარეშე უკრაინას გაუჭირდება მხოლოდ ევროპული დახმარების ფონზე ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების როლი ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, თუმცა რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიანობა და სწორედ ეს ერთიანობა იმედია გამოვოთ ევროკავშირის ლიდერებს და სწორედ გერმანიაზე ძალიან დიდი იმედები უნდა დავამყაროთ, რომ გერმანია შეძლებს აიღოს ლიდერის როლი საკუთარ თავზე. და ამ დროს უნდა დაგავიწყოს რა თქმა უნდა საქართველოც, რომელიც როგორ უკვე აღნიშნე ამოვარდნილია ამ პროცესებიდან და სრულიად ჩამოშორებულია იმ გადაადგილებელ მსოფლიო წესრიგში, რომელთანაც საქმე გვაქვს ამჟამად.